სალამი, გებრუნდებით შემეცნებითი პროექტის კოდი მე-9 სეზონის შემაჯამებელი ეპიზოდით. გასული ერთი სეზონის განმავლობაში სულ მოვამზადე 54 ეპიზოდი. თემების მრავალფეროვნებითა და სამეცნიერო სიახლეებით გამარაგებდით მთელი ერთი წლის განმავლობაში. ასევე ძირითადი სიახლე ის იყო, რომ კოსმოსური ამბები თვის ბოლო ეპიზოდად გადავიტანე და მთელი ერთი თვის მთავარ ამბებს გაცნობდით ერთ ვიდეოში. მქონდა კიდევ ერთი სიახლე. ვცდილობდი ყველა ეპიზოდი განსხვავებულ დეკორაციულ ფონზე ჩამეწერა, რამაც ამ ფაქტობრივად უბიუჯეტო პროექტის ვიზუალური გაუმჯობესებაც მოიტანა. ამ ვიდეოში ვეცდები მოკლედ გაგახსენოთ ყველა ის ეპიზოდი, რაც გასულ სეზონზე შემოგთავაზეთ. არ ვისაუბრებ კოსმოსური სიახლეების ეპიზოდებზე, რადგან მათ წლის ბოლო ვიდეოში წარმოგიდგენთ 2025 წლის კოსმოსური ამბების შეჯამებისას. დავიწყეთ. კოსმოსის ამბებს მიღმა სეზონის პირველი ეპიზოდი იყო ინტერვიუ აგნე იოგის ზაქარია ტატინაშვილთან. ეს იყო პირველი პოდკასტური ფორმატის ვიდეო, სადაც მე და რესპონდენტმა იოგის მედიტაციისა და სამყაროს საიდუმლოებებზე ვისაუბრეთ. ერთიანად დაუშვათ აზრი, შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ ის თუ რას ნიშნავს ფლობდე, გრძნობდე, აღვიქვავდე და ვაკვირდებოდე ჩონჩხს, ანუ ძლოვან სისტემას. შემდეგ ვიდეოში გიამბეთ პარანორმალურ მოვლენებზე და ამ ეპიზოდში ორი ისტორია გავიხსენე. საკმაოდ ემოციური და დაძაბული ეპიზოდი გამოვიდა, თუმცა მაყურებლის რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ინტერესი მაღალი იყო. პიტერს ბავშვობაში არაერთი ტრავმა ჰქონდა გადატანილი. მათ შორის ფიზიკური ზეწოლის. ჰქონდა ნარკოტიკების მოხმარების ისტორია და ზოგადად ტრავმული ბავშვობა. ციდან მოსულ, უпроსტად შემოჭრილ ობიექტებზე მქონდა საუბარი კოდის მე-9 სეზონის შემდეგ მასალაში. ძირითადი დრო ტუნგუსკის მეტეორზე, სავარაუდო მეტეორზე საუბარს დავუთმე. დეტალურად გიჩვენეთ ყველა ძირითადი მოსაზრება თუ მტკიცებულება, რაც ამ ფენომენთან დაკავშირებით არის ხელმისაწვდომი, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ წყაროებში. ცეცხლოვანმა სფერომ ჩაიქროლა, რაც 7-10 კილომეტრის სიმაღლეზე, ტაიგის დაუსახლებელი რაიონების თავზე, აფეთქებით დასრულდა. აფეთქების შედეგად 2000 კვადრატულ მეტრზე ტყე წაიქცა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რეპტილოიდურ რასებსა და ამ ჰიპოთეზურ ამბავზე ვრცელი ეპიზოდი მოვამზადე. ეს იყო კიდეც ცალკეული მაყურებლების თხოვნა, რომ ამ საკითხზე ვიდეო გადამეღო. თავისი განვითარების უმაღლეს დონეს პირველი მთვარის ცივილიზაციამ 65 მილიონი წლის წინ მიაღწია და იმ დროს გონიერი რეპტილოიდები ისეთ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ჩვენ რომ არც დაგვსიზმრებია. პოლიტიკური იდეოლოგიები მიმოვიხილე კოდის შემდეგ ვიდეოში. მოკლედ, მაგრამ დეტალურად გიამბეთ ყველა იმ პოლიტიკური მიმდინარეობისა თუ ხედვის შესახებ, რომელიც თანამედროვე თუ წარსულ საზოგადოებებს მართავს და მართავდა. პოლიტიკა აერთიანებს ყველა იმ ძალისხმევას, რომლებიც მმართველობაში მონაწილეობას, ან ხელისუფლების დანაწილებაზე გავლენის მოხდენას ემსახურება. პოლიტიკური იდეოლოგიები. ტრადიციულად პოლიტიკური იდეოლოგიები მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობებად იყოფა. იმის მიხედვით, რომელი ფასეულობები, ტრადიციული თუ ნოვაციური მიიჩნევა ქვეყნის წინსვლისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიღწევის საუკეთესო საშუალებად. თუმცა, ვიცით ცენტრისტულიც, რომელიც ამ ორივე იდეოლოგიის ნეიტრალური ვერსიაა. ტექნოლოგიური სიახლეებისა და მიგნებების შესახებ იყო კოდის შემდეგი ეპიზოდი. გაგაცანით ყველა ის სიახლე, რომელიც იმ მომენტისათვის იყო ხელმისაწვდომი და მათ მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობდა. ეს ტრადიციული ნიუსური ვიდეო გამოვიდა. ახალი ბორბალი ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც ჩვეულებრივი საბურავები და ისეთივე მოქნილი, როგორც თხევადი მეტალი. ამგვარად ბორბლები რელიეფის მიხედვით იცვლის ფორმას, თეორიულად კი ნებისმიერ დაბრკოლებასთან გამკლავება შეუძლია.
თავად ამ ბორბლის ავტორებს ჯერათ, რომ მსგავსი დიზაინი შეცვლის იმ გზებს, რომლითაც ეტლებს რობოტებს და სხვა მოძრავ მოწყობილობებს ვაგებთ. ამისთვის კი ინჟინრებმა ჭკვიანი ჯაჭვის სტრუქტურა შექმნეს. ბორბლის გარე ნაწილზეა დამაგრებული და ურთიერთდაკავშირებული ბლოკებისგან შედგება, რომლებიც ჯაჭვებს მოგაგონებთ. ეს ბლოკები კი თავის მხრივ ბორბლის ცენტრალურ ნაწილს უკავშირდება. რა არის ასტრალი? როგორ შევძლოთ მასში გადასვლა? მოგზაურობა და რა საჭირო სიკეთეების მოტანა შეუძლია ამ ფენომენის გაგებას? ასევე რა სახიფათო მოვლენას შეიძლება გადავაწყდეთ პრაქტიკისას და რამდენად მნიშვნელოვანია სიფრთხილე ასტრალური პროექციისას? სწორედ ამაზე მქონდა საუბარი კოდის შემდეგ ეპიზოდში. ასტრალის სამეფო უნიკალურია, ეთერის საბრუველში გახვეული ზღაპრული სამყარო. უფრო წარმოსახვითი რომ იყოს აღწერილობა, ვიტყოდი, ის ცოტა ღრუბლიანი და ნისლიანია, თუმცა გარეგნულად მაინც ლუმინესცენტური, ანუ სითბურთან შედარებით ჭარბი გამოსხივებით. რა დაწერა ფიურერმა ანდერძად და როგორია ჰიტლერის სიკვდილისა და დანატოვარის პერიპეტიები? ამაზე მოგიყევით კოდის შემდეგ ისტორიული ჟანრის ეპიზოდში. ისიც საკმაოდ საინტერესოა, რადგან ბევრი რამ რაც იქ წერია, ამა თუ იმ ხარისხით უკვე რეალიზდა. ანდერძის შავი ვარიანტი ბრიტანელმა ისტორიკოსმა ჰიუ ტრევორ რობერმა შეისწავლა. ჩატარდა ტექსტური ანალიზი, გამოყენებული იქნა მდივნის, იუნგეს ჩვენებაც და დოკუმენტის ავთენტურობა სრულად დადასტურდა. ამ ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა ბირთვული და ატომური საფრთხეების საკითხი. კოდის ერთ-ერთ ვიდეოში მოგიყევით მანჰეტენის ცნობილი ატომური პროექტის შესახებ, რისი წყალობითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი ბირთვული ატომური ბომბები შექმნა და მალევე გამოსცადა კიდეც იაპონიის ორ ქალაქზე. მნიშვნელოვანი ისტორიული თუ სამეცნიერო მომენტები გავიხსენე ამ ვიდეოში და ის ჩემთვის ამ სეზონზე გამორჩეული ვიდეოცაა. ამით ბორს სურდა გაეგო, იქნებოდა თუ არა ბომბი იმდენად მასშტაბური, რომ მსოფლიო ომი სრულად დაესრულებინა. ხელოვნურადაა თუ არა ამ პლანეტაზე სიცოცხლე და როგორ მოვიდა ადამიანი დედამიწაზე. ერთ-ერთი სამეცნიერო ჰიპოთეზა გვეუბნება, რომ ადამიანი ლაბორატორიის შედეგია და რომ ჩვენ უზენაესმა მაღალ განვითარებულმა კოსმოსურმა ცივილიზაციებმა ამ პლანეტაზე დაგვასახლეს. ეს უფრო კონსპირაციული თეორიაა, თუმცა მოსასმენად ნამდვილად საინტერესოა. სწორედ პროექტი დედამიწა იყო კოდის შემდეგი ეპიზოდი. მათ შეძლეს იმ პრობლემების უმეტესობის გადაჭრა, რაც ახლა ხელს უშლის ჩვენს ცივილიზაციას გაერთიანებაში, შემდგომ განვითარებასა და წინსვლაში. ჩვენი პლანეტის ცის თაღის უმშვენიერეს თანავარსკვლავედებზე გიამბეთ მორიგ ვიდეოში. დავახასიათე ღამის ცა და ბევრი მნიშვნელოვანი რამ ჩავატიე ამ ერთ ვიდეოში. ასევე ეპიზოდის ბოლოს ჩამოვთვალე 88-ვე თანავარსკვლავედი. თანავარსკვლავედი ვარსკვლავების ჯგუფია. წელიწადის სეზონებზე დამოკიდებული რომელ თანავარსკვლავედებს ხედავთ ღამით. დედამიწა მზის გარშემო ერთ შემოვლას ერთ წელიწადს ანდომებს. ღამისაში კოსმოსის ხედი ჩვენიდან სწორედ დედამიწის მოძრაობის მიხედვით იცვლება. შესაბამისად ღამის ცა ყოველ ღამით ოდნავ სხვადასხვა გვარად გამოიყურება, რადგან დედამიწა თავის ორბიტაზე უკვე სხვა ადგილასაა. 2024 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის თამზე უცნაურად მფრინავი დრონების შესახებ. მალევე ასეთი უცნაურად მოძრავი ამოუცნობი აპარატები დაინახეს სხვადასხვა დედაქალაქში. მათ შორის არაერთი ვიდეო გავრცელდა თბილისიდანაც. რა იყო ეს, ბოლომდე არავინ იცის. ამაზე საინტერესო განცხადებები გაკეთდა ამერიკაში უმაღლეს დონეზე. ამერიკაში მილიონზე მეტი საფრენი აპარატია რეგისტრირებული. დღეს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 8500 ფრენა იყო. მათი დიდი უმრავლესობა რადარებზე დაფიქსირებულია, როგორც დედამიწაზე შექმნილი სამხედრო, სამოქალაქო თუ რეკრეაციული საავიაციო მოწყობილობა. თუმცა, რაც სხვებმა შენიშნეს მოქალაქეებმა, ჟურნალისტებმა, მათ შორის საჰაერო დაზვერვის სამსახურებმა, რადარებზე ვერ დაფიქსირდა. შესაბამისად, საქმე გვაქვს უცნაურ ანომალიასთან. ამ ეტაპზე ღიად ვერაფერს ვიტყვით, თუმცა გიდასტურებთ, რომ ვფრთხილობთ. მაღალი ალბათობით მათი ფრენის ტრაექტორიიდან გამომდინარე და მოულოდნელად გაჩენა გაქრობის გათვალისწინებით არ ჰგავს დედამიწისეულ ჩვენთვის ცნობილ ხომალდებს. ჩვენმა სამხედროებმა იციან ყველაფერი, საიდან მოვიდნენ ისინი და სად მიდიან.
თავრობამ იცის ყველაფერი. რატომღაც მათ არ სურთ ამაზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ სჯობს თქვან რა არის. მაგიის ოკულტური ფილოსოფიის შესახებ გიამბეთ კოდის შემდეგ ეპიზოდში. გაგაცანით შუა საუკუნეების მისტიკოსი, ალქიმიკოსი ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა. მან საინტერესო ნაშრომი დაგვიტოვა არა მხოლოდ ეზოთერიული მისტერიული თვალსაზრისით, არამედ საბუნებისმეტყველო სამეცნიერო კუთხითაც. მაგია ეს წარმოუდგენლად უსასრულო შესაძლებლობაა, რომელიც რამდენადაც რთულია, იმდენად მარტივი საფუძვლები შეიძლება იყოს. ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპამ, რომელიც თავის თავს უწოდებდა ალქიმიკოს, ასტრონომსა და ჰერმეტიზმის ადეპტს, უნიკალური ნაშრომი დაგვიტოვა. ბრძენკაცები საგანთა თვისებებს ელემენტარული სამყაროს იდეებში, ფიზიკაში, მედიცინაში და ბუნებრივი საგნების სხვადასხვა ნაირსახეობებში ეძებენ. შემდეგ მოდის ზეციური სამყაროს სხივები, მათი გავლენა, ასტროლოგიური წესები და მათემატიკური დოქტრინები, რომელიც ზეციურ თვისებებს უერთდებიან. უფრო მეტიც, წმინდა რელიგიების ცერემონიების მეშვეობით, ისინი ძალაუფლების უფლებამოსილებას ადასტურებენ. პირველი გრიმუარი შეიცავს ნატურალურ მაგიას, მეორე ზეციურს, ხოლო მესამე ცერემონიულს. ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპას ნაშრომი იმდენად დიდი და სიღრმისეული იყო, რომ მასზე საუბარს ერთი ეპიზოდი ვერ ეყო, ამიტომ ამ თემას მოხვა მეორე ვიდეოც. ვინ იყო ლავრენტი ბერია? უბრალოდ საბჭოთა სისხლიანი სისტემის ერთ-ერთი ლიდერი, თუ გამორჩეული პიროვნება თავისი პიროვნული ავკარგიანობით. რატომ გაუჩინარდა მასზე ამბები სტალინის სიკვდილის შემდეგ და რა ცნობებია დღემდე გავრცელებული მასზე, თქმულების თვალსაზრისით? კოდის მორიგი ისტორიული ჟანრის ვიდეოში მოგიყებით სწორედ ლავრენტი ბერიას შესახებ. ახალგაზრდა ჩეკისტი ლავრენტი ბერია 1931 წლის შემოდგომაზე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა. მანამდე უკვე კარგად გამობრძმედილი გახლდათ პოლიტიკურ ბრძოლებში. ფსიქო, ასე ქვია კოდის მე-9 სეზონის მომდევნო ეპიზოდს. როდესაც ამ ვიდეოზე ვმუშაობდი, სცენარი პირადი გამოცდილებებიდან, განცდებიდან და აღქმებიდან გამომდინარეც დავწერე და მხოლოდ სამედიცინო სამეცნიერო მტკიცებულებები არ გამომიყენებია. ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა ჩემი სუბიექტური ხედვით. ჩფოთვები ხშირად გაწუხებს და ამაზე ვინმეს თუ ესაუბრები. ფაქტია, რომ ხშირად დაიგნორებას ან მისგან გაქცევას ვცდილობთ. ეს კი ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ამ დროს შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. აკრძალული, საშიში წიგნები იყო ჩემი თხრობის შემდეგი თემა. აქ საუბარი არ არის საშინელებათა ჟანრის ლიტერატურაზე, არამედ პოლიტიკურ საზოგადოებრივად და რეჟიმებისა და სისტემებისათვის საშიშ ნაწარმოებებსა და მათ ავტორებზე გიყვებოდით. სარეკომენდაციოდ გეტყვით, რომ აუცილებლად ნახეთ თუ არ გინახავთ. დღევანდელ ჩვენს რეალობაში განსაკუთრებით საჭიროა, რაც უშვება ცენზურა საზოგადოებას. ცენზურა ის არის, რასაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში გაუბოდნენ, რათა აზრებისა თუ ფიქრების რაიმე ფორმით გამოხატვა შეზღუდული არ ყოფილიყო და ყველას თავისუფლად შესაძლებოდა რაღაცის ისე დაწერა, როგორც თავად სურდა. ასე ცენზურას, შევიწროებასა და შეზღუდულობას საზოგადოება ყველა დროში უწესებდა ადამიანებს. ეს კი მართლდებოდა როგორც ბედნიერების კრიტერიუმები, რომელიც სინამდვილეში უბედურებად იქცეოდა არა მხოლოდ იმათთვის, ვინც უშუალოდ განიცდიდა ამ შეზღუდვებს, არამედ მათთვისაც, ვინც აწესებდა და ატარებდა ამ რეპრესიებს და საერთოდ მთელი საზოგადოებისთვის. გაუმარჯოს თავისუფალ სამყაროს, სადაც შენ ხარ და არა საზოგადოების მიერ შექმნილი ცოცხალი ფიტული. ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი, თავისუფალი და დამოუკიდებელი საზოგადოებისთვის. არა ცენზურას, გაუმარჯოს დამოუკიდებელ აზროვნებას. კუბის კრიზისი, იგივე კარიბის კრიზისად წოდებული ორწლიანი ამბავი. რატომღაც მეგონა, რომ ამ ვიდეოს უფრო მეტი დაინტერესება ექნებოდა, თუმცა რასაც გადაყვები, ის არ გავარდებაო. ცნობილი იუთუბერების გამონათქვამია. ეს ეპიზოდი ეხება იმ ისტორიულ ამბავს, რომლის დროსაც ბირთვულ ომს გადავრჩით შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის. მადლობა 10 გარდაცვლილ ლიდერებს, კენედსა და ხრუშჩოვს, რომ გონიერება ეყოთ. 1962 წლის ზაფხულში საბჭოთა კავშირმა კუბაში ბირთვული ქობინების განთავსება დაიწყო. ამერიკელებს კი საბჭოთა დიპლომატები ამშვიდებდნენ, მსგავსი არაფერი ხდებაო. სწორედ ეს განაცხადა კენედიმ 4 სექტემბერს კონგრესზე გამოსვლისას. 8 და 16 სექტემბერს საბჭოელებმა კუნძულზე SS-4 ტიპის რაკეტების 2 პარტია შეიტანეს. 9 ბაზის აშენებას გეგმავდნენ.
მათ შორის 6 SS-4 ტიპის, ხოლო 3 SS-5 ტიპის რაკეტებისთვის. ასევე ამ ინფორმაციის თანახმად კუბაში ბირთვული ქობინებით აღჭურვილი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები განთავსდა. კიდევ ერთ ჰიპოთეზაზე თუ უფრო სწორად კონსპირაციაზე გიამბეთ კოდის შემდეგ ეპიზოდში სახელწოდებით პორტალი. არსებობს თუ არა სხვა დედამიწა სხვა განზომილებაში და რა ყვებიან პორტალში მოგზაურები. ამ ერთი შეხედვით ზღაპრულ ამბავზე დღეს მეცნიერების გარკვეული ჯგუფი სერიოზულად მსჯელობს. პლატონის აზრით ლოგიკური იქნებოდა იმის დაშვება, რომ ჩვენი პლანეტა სფეროს წარმოადგენს, რომლის შიგნით სიღრუეა. ცნობილი ფილოსოფოსის თვალსაზრისს დედამიწასთან დაკავშირებით მისი მოსავლე და ასევე გამოჩენილი მეცნიერი არისტოტელეს იზიარებდა. ამ თეორიის მიმდევრების აზრით, შიდა სამყარო ისეთივეა, როგორიც გარე. არსებობს ცა, ზღვა, მთები და მზეც კი არსებობს. და ამ სამყაროში ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობს, რომელსაც პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ გააჩნია. მიზეზი კი ჩვენი გარე სამყაროსთან არაგონივრული დამოკიდებულება და აგრესიულობისკენ მიდრეკილება არის. რა უნდა ვიცოდეთ? ასე დავარქვი კოდის შემდეგ ეპიზოდს, რომელიც ენციკლოპედიური მიმართულების ვიდეოა. გიამბეთ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავზე, როგორც ისტორიული, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით. 4,5 მილიარდ წელიწადში ქრისტეს შობიდან მოხდება ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის და ჩვენი უახლოესი გალაქტიკის, ანდრომედას შერწყმა და ერთიანი გალაქტიკის წარმოქმნა, რომელშიც 1 ტრილიონზე მეტი ვარსკვლავი იქნება. უკიდურესად შორეულ მომავალში ეს გიგანტური ელიფსური გალაქტიკა, მილკომედა, შეიძლება კიდევ შეერწყას სხვა მცირე, საშუალო ან დიდ გალაქტიკებს. რა იპოვეს პირამიდების ქვეშ და რამდენად სარწმუნოა აღმოჩენა, რომელმაც 2025 წლის მარტში მთელი მსოფლიო განაცვიფრა. შემდეგ კი 1000 გვარი შეფასება გაჩნდა. ამბობენ, რომ კონსპირაცია და ცრუგანგაშია, თუმცა ორი მეცნიერი დაჟინებით ირწმუნება, რომ ამ გიგანტური ნაგებობების ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რასაც შესაბამისი გამოკვლევა სჭირდება. სინთეზური დიაფრაგმის რადარის SAR-ის ტომოგრაფიის გამოყენებით მეცნიერებმა კორადო მალანგამ პიზას უნივერსიტეტიდან და ფილიპო ბიონდომ სტრატკლაიდის უნივერსიტეტიდან დაასკანერეს ხეფრეს პირამიდა და აღმოაჩინეს მიწისქვეშა სისტემა, რომელიც გადაჭიმულია სამივე ძირითადი პირამიდის ქვეშ 2 კილომეტრის რადიუსში. რა მოხდება მომავალში? რისთვის ემზადებიან? რატომ აგებენ ბუნკერებს? თავშესაფრები რჩეულთათვის? შიში თუ რეალური საფრთხე? საიდუმლო საცავები? საიდუმლო აპოკალიფტური ბუნკერები? საიდუმლო ბუნკერები, რატომ აგებენ და აგებდნენ სამალავებს წარსულში? როგორია მილიარდერების შიშები და რამდენად რეალურია სიცოცხლის მოსპობის შიშით მიწის ქვეშ ჩაძრომა? როდემდე? სწორედ ამაზე გიამბეთ კოდის მორიგ ვიდეოში. საბჭოთა კავშირში ბუნკერები შენდებოდა 30-იანი წლების დასაწყისიდან და ჩვეულებრივ გათვლილი იყო მხოლოდ 5 ტონამდე ავიაჭურვების დარტყმაზე. ცნობისათვის, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა გამოიყენეს ყველაზე ძლიერი ჭურვები, რომელთა საერთო მასა 10 ტონა იყო. ამგვარ ჭურვს შეეძლო გაენადგურებინა მთელი საცხოვრებელი კვარტალი, ან გაეტანა 5 მეტრის სისქის ბეტონის კედელი. ბირთვული იარაღის გამოჩენის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ყველა მანამდე აშენებული ბუნკერი მოძველდა. 1959 წელს ყაზახეთში 3 პალატინის პოლიგონზე ატომური ბომბების გამოცდის დროს დადგინდა, რომ 30 მეტრამდე სიღრმის მიწისქვეშა სიმაგრეებში გადარჩენა შეუძლებელი იყო. გადარჩენის შანსები საგრძნობლად იმატებდა მხოლოდ 50 მეტრზე და უფრო ღრმად. რა არის შამანიზმი და როგორ უნდა გახდეს შამანი? სწორედ ამ ფართო საკითხზეა კოდის მორიგ 2 ეპიზოდში საუბარი. ეს თემაც იმდენად ვრცელი იყო, რომ ერთი ვიდეო არ იყო. მისი განვითარება 1000 წლეულებს მოიცავს და კვეთს კონტინენტებს. ადაპტირდება და ვითარდება სხვადასხვა კულტურებთან და ცივილიზაციებთან. ახალი შამანი ხშირად ინარჩუნებს მუდმივ კავშირს სულებთან, რომლებმაც ის ინიციაციაში ჩართეს. ამ სულებმა შეიძლება განაგრძონ შამანის გაზღოლა და დახმარება მის სამკურნალო საქმიანობაში და სულიერ პრაქტიკებში. ლამ სამეცნიერო ტექნოლოგიურ სიახლეებზე ვისაუბრე კოდის შემდეგ ეპიზოდში. ამჯერად გაგაცანით 2025 წლის პირველი 4 თვის მიღწევები და პროგრესი.
კვლევრებმა აჩვენეს, რომ 3D გრაფიკასთან ინტერაქცია შესაძლებელია. მაგალითად, ვირტუალური კუბის ხელით დაჭერა და გადაადგილება. ეს ისე ხდება, რომ ჰოლოგრაფიული სისტემა არ ზიანდება. კვლევა ახალია და მას კიდევ გადახედვა სჭირდება, მაგრამ მეცნიერებმა შედეგი ვიდეოში უკვე აჩვენეს. საბჭოთა ტყუილები, ასე ჰქვია კოდის მორიგი ისტორიული მიმართულების ვიდეოს. ამ ეპიზოდში ძირითადად ვსაუბრობ მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა კავშირისეულ ტყუილებზე, როგორ ფუთავდა რეჟიმის პროპაგანდა ამბებს, რომლებიც სულ სხვანაირად იყო. რუსული პროპაგანდა მალავს 1939-41 წლებში გერმანიასთან დადებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ხელშეკრულებებს. რითიც საბოლოოდ მტკიცდება, რომ ამ 2 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი გერმანიის არამეომარი მოკავშირე იყო. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საბჭოთა კავშირი არასდროს ყოფილა გერმანიის მოკავშირე. ეს კი დადასტურებული დოკუმენტების საპირისპიროდ, რომლის მიხედვითაც 1940 წელს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა სასაზღვრო და კომერციული ხელშეკრულება, რომელიც მომდევნო წელსაც განახლდა. ვედების ცივილიზაციასა და მათ დანატოვარზე გიამბეთ კოდის შემდეგ ვიდეოში. ვინ იყვნენ ვედები? კაცობრიობის საწყისი ცივილიზაცია თუ უფრო მაღალგანვითარებული რასა, რომელმაც უნიკალური ცოდნა დაგვიტოვა? სწორედ ამ ვიდეოდან გაიგებდით. სანსკრიტულია და ნიშნავს ცოდნას. ძველად მთელ დედამიწაზე არსებობდა ვედური ცივილიზაცია და სანსკრიტი იყო ძირითადი ენა. არსებობდა სანსკრიტის 84 დიალექტი. ახლა ბევრიერი იჩემებს, რომ ვედები მათია. ინდოელები, სლავიანები, გერმანელებიც იჩემებდნენ და კიდევ ბევრი, მაგრამ სინამდვილეში ვედები არავისი არაა. ეს არის მარადიული ცოდნა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, მაგრამ ხან მეტისთვის იქნება მისაწვდომი, ხან ნაკლებისთვის. რიგვედა ნიშნავს რიტუალებს. რიგი ვედა ყველაზე დიდია ვედებიდან და მოიცავს 10522 ლექსს, იგივე მანტრას. შედგება 3 თავისგან, რომლებსაც ეწოდება მანდალები. აქ არის ისეთი ნახევარღმერთების დიდება და საგალობლები, როგორებიც არიან ინდრა, ბერძნულ მითოლოგიაში ზევსად ცნობილი. აგნი, ცეცხლის სტიქიის გამგებელი ნახევარღმერთი. ხელოვნური ინტელექტი, ახალი ეპოქა, რომელიც თან გვაინტერესებს და ამავე დროს გვაშინებს. როგორი იქნება მომავალი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად? ამაზე ამ ეპიზოდში არ ვსაუბრობ. ამ ვიდეოში გთავაზობთ ინფორმაციას საჭირო პროგრამებისა და აპლიკაციების შესახებ, რომელიც ცხოვრებასა და შრომას გაგიმარტივებთ. კონტენტის გარეშე დღეს არაფერი აღარ იქნება და ხელოვნური ინტელექტიც მისი განუყოფელი ნაწილი ხდება. ყველაზე მეტი პოპულარობა მაინც ვიდეოებს აქვს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ მათი შექმნის ყველა ეტაპი, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ვიდეოს მისაღებად. მინდა გაგიზიაროთ ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც ვიდეოების გენერირებაში, რედაქტირებასა და დამუშავებაში დაგეხმარებათ. ენოქის წიგნზე გიყვებით კოდის მორიგ ეპიზოდში. ვინ იყო ენოქი და რატომ განდევნეს ქრისტიანობის მოკვდავმა მამებმა მისი მოძღვრება თავდაპირველი ბიბლიიდან? რა საიდუმლოებები წერია მის ნაამბობში ისეთი, რომ კაცობრიობას დაუმალეს და მხოლოდ ის შესთავაზეს ბიბლიის ამჟამინდელი სახით, რაც მამანთ აწყობდათ? სწორედ ამ ეპიზოდშია საუბარი. წარღვნამდელი კაცობრიობისა და ასევე მის შემდეგ დაბადებული ადამიანების სულიერ ცხოვრებაზე ცნობები აშკარად არასაკმარისია. არ არსებობს სრული გაგება იმისა, რომ სამყაროში ქრისტეს მოსვლით დადგა აბსოლუტურად ახალი რეალობა და კაცობრიობა ამერიდან სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანობამდელი ცხოვრებისგან. ინიციაცია ჰერმეტიზმში, როგორ გავიხსენოთ ან ვისწავლოთ მაგიის ხელოვნება, სასიკეთო მიმართულებით და რა არის საჭირო ეზოთერიულ მისტერიებში გარკვევისათვის. სწორედ ამაზე ვსაუბრობ კოდის შემდეგ ვიდეოში. მაგიასა და მისტიკას შორის ან სხვა დასახელებას შორის არ არსებობს განსხვავება და იქ, სადაც საუბარია ჭეშმარიტ ხელდასმაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელწოდებას იყენებს ამისთვის, ესა თუ ის მეცნიერება, აუცილებელია დავეყრდნოთ ერთი და იგივე საფუძველს. გამოვიყენოთ ერთი და იგივე უნივერსალური კანონები, სიკეთის და ბოროტების, აქტიური და პასიური საწყისების, სინათლისა და სიბნელის უნივერსალურ კანონებთან დამოკიდებულების მიხედვით ნებისმიერი მეცნიერება შეიძლება გამოყენებული იქნას კეთილი ან ბოროტი მიზნებით. მაგალითად, დანა შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც პურის დასაჭრელად, ასევე მკვლელობის იარაღად. ეს ყოველთვის დამოკიდებულია ცალკეული ინდივიდის ხასიათის თავისებურებებზე.
განდობის საფეხურები, ასე დავარქვი ამავე თემატიკის შემდეგ სერიას, რომელიც წინა ვიდეოს გაგრძელება, უფრო პრაქტიკული საკითხებით. განდობა ეს არის უდიდესი და უიშვიათესი მოვლენა, რომელიც ადრე რჩეულთა ხვედრი იყო. ახლა კი, როდესაც კაცობრიობა ახალ, ეგრეთ წოდებულ გამოღვიძების ფაზაში გადავიდა, ცოდნა გამოდის და ფართოდ ვრცელდება. რა უნდა ვიცოდეთ 2. კიდევ ერთი ვიდეო მოვამზადე ენციკლოპედიური ფორმატის. ამ ეპიზოდშიც არაერთ საინტერესო საკითხზე გიყვებით. მუშაობას და ამჯერად წარმოგიდგენთ 20-მდე საინტერესო ინფორმაციას, რომელიც უნდა ვიცოდეთ. რატომ არ ვარდება მთვარე? რატომ არის ლითონის ნივთები ცივი? არჩევს თუ არა ძაღლი ფერებს, კატაც? რატომ ამოიფრქვება ვულკანი? რატომ ანათებს ღამე კატის თვალები? რატომ იზიდავს მთვარე მარტო წყალს? როდის ძინავს ზვიგენს? თან შეიძლება ყველაზე ბნელი ცის ნახვა დედამიწაზე და ასე შემდეგ. ურთიერთობის ფსიქოლოგია. ეს ეპიზოდი ძალიან ყურადღებით მოვამზადე, რადგან ეხებოდა ჩვენს ნათესაურ, მეგობრულ თუ საქმიან ურთიერთობებს თანამედროვე ცხოვრებაში. გიამბეთ ყველა იმ ფსიქოლოგიურ ხრიკსა თუ მიგნებაზე, რომელიც ცხოვრებასა და ურთიერთობებს გაგვიუმჯობესებს. აზრმა, რომ სოციალური კავშირი ფუფუნებაა და არა აუცილებელი საჭიროება, შეიძლება შექმნას ბარიერი სოციალური კავშირებისთვის, რომელსაც შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებდეთ. ამ ბარიერის დასაძლევად უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალური კავშირი არის ჯანმრთელობის აუცილებელი ქცევა, ისევე მნიშვნელოვანი როგორც ძილი, ვარჯიში და კარგი კვება, კარგი სექსიც და მას შესაბამისი პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ. მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე, გავაგრძელე საბჭოთა ტყუილებზე საუბარი და მე-9 სეზონზე კიდევ ერთი ასეთი ეპიზოდი შემოგთავაზეთ მეორე ნაწილის სახით. იმის მიუხედავად, რომ იოსებ სტალინმა დიდი სახელმწიფოს აშენება შეძლო, რომელმაც ფაშისტები გაანადგურა, ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, მან ბევრი სტრატეგიული თუ საკავშირო მასშტაბის შეცდომაც დაუშვა. ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი აგრესიისთვის მოსამზადებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ამასთან, ჰიტლერის მზაკრული გეგმის შესახებ თითქმის მთელმა მსოფლიომ იცოდა. სტალინი, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავდა გერმანიასთან ომის შესაძლებლობას, მაგრამ იმედოვნებდა, რომ ჰიტლერი საბჭოთა კავშირზე თავდასხმას ვერ გაბედავდა. სული სხეული გონება. როგორ შევიცნოთ ეს სამეული და ვიცხოვროთ ჰარმონიულად პირველ რიგში საკუთარ თავთან? რა დოზით უნდა შევიჭრათ ეზოთერულ ასპექტებში და ვაკონტროლოთ ფიზიკური მყოფადობაც? სწორედ ეს საკითხებია გაშლილი ამ ორი ეპიზოდში. ადამიანის მიერ საკუთარი თავის როგორც პიროვნების გაცნობიერება ჩვეულებრივ ხდება სოციალურ წრეში, მისი მდგომარეობის კონტექსტში. მაგრამ წამით წარმოიდგინეთ, რომ სოციალური წრე გაქრა და თქვენ კოსმოსში გამოკიდებული აღმოჩნდით. თქვენ არაფერი გაქვთ, არც საზოგადოება, არც დედამიწა, არც მზე, არც წარსული, არც მომავალი. არამედ მხოლოდ შავი სიცარიელე გარშემო. ყველაფერი გაქრა, მხოლოდ თქვენ დარჩით და რა დარჩა თქვენგან, როგორც უწინდელი პიროვნებისგან. ყველა ცოდნა და აზრი იმ გარემოს განეკუთვნებოდა, რომელშიც არსებობდით. ჩვევები, მანერები, სურვილები, შიშები, გატაცებები, ხასიათი, ასევე იმ გარემოსთან მიმართებაში მოქმედებდნენ. მაგრამ ეს გარემო უკვე აღარაა. მაშ რაღა დარჩა თქვენგან? ამ საკითხის განხილვა ძალიან ძნელია გონებრივი აღნიშვნების ფარგლებში. ჩვენ არ განმიხილავთ ამ ვიდეოში სულისა და ადამიანის არსებობის მარადიულ თემას. ეს ბევრ დროს წაგვართმევს და არსად არ მიგვიყვანს. კოსმოსური კონსპირაციები, ასე ქვია კოდის მორიგ ვიდეოს, რომელშიც ძირითადად თვარის ამერიკული მისიის შესახებ, კერძოდ აპოლო 11-ის ნამდვილობაზე ვსაუბრობ. რატომ გავრცელდა ძირითადად რუსეთში კონსპირაციული მოსაზრება, რომ თითქოს ამერიკელებმა ადამიანის მთვარეზე დასმა გააყალბეს? მტკიცებულებები და არგუმენტები. შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ ძირითადად ავტოკრატიული და დიქტატორული სახელმწიფოები. მათ ეს სჭირდებათ იმისათვის, რომ აკონტროლონ მასების ცნობიერება და ყოველთვის დაიქვემდებარონ მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო ექსპლუატაციას უწევს. ამისთვის კი იყენებს მის შიშებს. ამ საშიშროებებსაც თავად ქმნის. ზოგჯერ კონსპირაცია არ არის საშიში, თუმცა დამკვიდრებული ცოდნის გაქარწყლებას თუ გაუფასურებას ისახავს მიზნად. ბევრის ლაპარაკს არ ვაპირებ კონსპირაციების საკითხებზე, ეს სხვა ეპიზოდის თემაა, მაგრამ მაინც გავკარიკვილი რომ იტყვიან.
უცხოპლანეტურ რასებსა და მათ ფანტასტიკურ თქმულებებზე გიამბეთ კოდის შემდეგ ორ ვიდეოში. იმდენად გავერთე ამ ეპიზოდების მომზადებისას, რომ ყველა ინფორმაცია მოვკრიბე, როგორც ფანტასტიკური ნაწარმოებებიდან თუ ფილმებიდან, ისე ინტერნეტიდან. გასართობად კარგი ვიდეოები გამოვიდა. რატომღაც ზოგიერთმა მაყურებელმა სერიოზულად მიიღო და ჩემგან გაუკვირდა მსგავსი მასშტაბის ზღაპრებზე საუბარი. კი ბატონო, არ გედავებით. სამყაროში ასობით მილიარდი galaktikაა, რომელთაგან თითოეული შეიძლება შედგებოდეს მილიარდობით ვარსკვლავისგან. ეს პლანეტარული სისტემები წარმოიქმნება ელემენტების მდიდარი ნაზავისგან, მათ შორის ყველა ელემენტი სიცოცხლისათვის არსებითად არის მიჩნეული. ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ პირობების განსაკუთრებული ნაზავი, რამაც სიცოცხლე გამოიწვია, მხოლოდ დედამიწაზე მოხდა და არა სამყაროს ტრილიონობით პლანეტაზე. ჩვენთვის ცნობილი პირამიდების გარდა, კიდევ არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი უცნაური და უძველესი კონსტრუქციები. კაცობრიობამ ჯერ ზუსტი დანიშნულება ვერ ამოხსნა, თუ რატომ აგებდნენ უძველესი ადამიანები ან ბუმბერას და დაუჯერებელ სასწაულებს, ან როგორ აგებდნენ. სოფლიოში გავრცელებული პირამიდების შესახებ ნამდვილად საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა მაყურებელთა რეაქციებითაც თუ ვიმშელებ. მდინარე ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, სუდანის ქვიშიან უდაბნოში, ჩამანულია ოდესღაც დიდი ქალაქის მერუეს ნანგრევები. მერუე ქუშის სამეფოს დედაქალაქი იყო. უძველესი ცივილიზაციისა, რომელიც ნილოსის ხეობის ნაყოფიერ მიწებზე სახლობდა. ქალაქისგან დღემდე ბევრს არაფერს მოუღწევია, მაგრამ ამ უნიკალურ ადგილს დღემდე ამშვენებს 200 ნუბიური პირამიდა. მართალია, სახელგანთქმულ გიზის პირამიდებს ზომით ვერ შეედრება, მაგრამ ამ იდუმალ და მდუმარე უდაბნოში ნუბიური პირამიდები მაინც მომაჯადოებელი სანახავია. ასეთი იყო გასული მე-9 სეზონი. მაქსიმალურად ვეცადე თქვენთვის საინტერესო თემებზე მესაუბრა. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესებს სრულად ვერ მოვიცავ, რადგან ამ პროექტს სრულად მარტო ვამზადებ და არათუ რაიმე სარგებელი მაქვს, არამედ იქეთ ვდებ შრომით თუ ფინანსურ რესურსს. მაგრამ ვცდილობ არც ერთი ის ძირითადი სფერო არ გამომრჩეს ყურადღების არეალიდან, რაც ამ პროექტის ფორმატიდან გამომდინარე საინტერესო იყო ჩემი გამომწერებისთვის. ტრადიციულად პრობლემაა არხის გამოწერა. არაერთი აღნიშვნის თუ თხოვნის მიუხედავად, კვლავ რჩება მაყურებლების დიდი რაოდენობა. დაახლოებით 65%, როგორც ამას Google-ის და YouTube-ის ანალიტიკა ამბობს, რომელიც ხშირად უყურებს ჩემს ვიდეოებს. თუმცა არხს არადა არ იწევს. თხოვნა გასაგებია, მაგრამ სხვანაირად როგორ შეიძლება აგიხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ეს წამიერი მოქმედება ჩემთვის და ამ პროექტის არსებობისთვის. ზოგადად ბევრი იუთუბერს აქვს ეს პრობლემა, მხოლოდ ჩემთან არ ხდება. გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიჩინოთ მეტი ემპათია. შეხვიდეთ ჩემს და სხვა იუთუბერების მდგომარეობაში და მხარი მინიმალურად არხის გამოწერით მაინც დაგვიჭიროთ. აღარაფერს ვამბობ ვიდეოს დარეაქტებასა და კომენტარების დაწერაზე, რაც კიდევ უფრო მცირე მასშტაბით ხდება. იმედი მაქვს ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მაინც გაგიჩნდებათ მეტი მხარდაჭერის განცდა იმ პროექტებისადმი, რომელთაც სრულიად უსასყიდლოდ უყურებთ, ირთობთ თავს ან იძენთ ცოდნას. მოკლედ, აქ დავასრულებ ამ ვიდეოს და მე-9 სეზონს. შეხვდებით ძალიან მალე და ვეცდები სრულიად განახლებული ფორმატით დაგიბრუნდეთ. წარმატებები ჩვენ ყველას ერთად.